ჭობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციის აი ამ გეგმამ, რომელიც ახლა ვიხილეთ, ბოროტლების განმავლობაში ვერ გაამართლა. საჭიროა უფრო ხისტი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რასაკვირველია მოგონილი რაღაც მიზეზებით ამასთან დაკავშირებით აქვთ ყოველდღიურად ესეთი გადაწყვეტილებების მიღების რეჟიმის სურვილი, ინტერესი. ამაში აქტიურად არის ჩართული ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რადიკალიზაცია პროცესებისა ვერ ხდება, ისინი არწმუნებენ მხოლოდ აი ამ ნახევარზომებით, როგორც ისინი ამბობენ და ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, საჭიროა სრული საბოტაჟი, საჭიროა ეკონომიკური დარტყმები, საჭიროა ისეთი ვითარების შექმნა საქართველოში, რომ აი ამ კრიზისულმა სიტუაციამ კიდევ უფრო მეტი მუხტი მოუტანოს რადიკალურ პროცესებს, დესტაბილიზაციას და ბოლოს და ბოლოს შედგეს ეს რევოლუციური სცენარი. დღემდე ამან არ გაამართლა და რასაკვირველია ამასთან დაკავშირებით თავის პოლიტიკური ინტერესს ვერ მალავს, ვერც გერმანია მაგალითად, რომელიც და ევროკავშირი მთლიანად, რომელიც მრავალმილიარდიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც ჩვეულებრივი ამბავია ხალხის მოწინააღმდეგეების ქუჩაში ხოცვა, მათ შორის ბავშვების, საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა, დიფერამბების ღერა, სირიელების მოწვევა, იმისათვის, რათა გერმანელიერი გამრავლდეს მათი მეშვეობით და საქართველოში კი სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა. ასე რომ ეს ძველი ინერცია შოლცის მთავრობისა, რასაკვირველია, გრძელდება და ეს არ არის მარტო შოლცის მთავრობა, ეს არის დიდი გუნდი ადამიანებისა, რომელიც დარაზმულები არიან საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად. ამას თავის პრაგმატული ინტერესები აქვს, რასაკვირველია. პრაგმატიზმი გასაგებია, მაგრამ ბოროტი პრაგმატიზმია. ანდეიშვილი როცა თავისუფლად გადაადგილდება თუნდაც გერმანიაში. ხო, იქ მეორე შეკითხვა თუ არის, მაშინ გეტყვით რა. გერმანიის ელჩი არ არის მარტო გერმანია, დიდ ბრიტანეთში კეზერაშვილი, ადეიშვილი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა და ეს ყველა მიწის გადაადგილდება გერმანიაში. ევროპის სხვა ქალაქებში, რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ თემა, რასაც ქვია ვითომ და არჩევნების გაყალბება, ვითომ და საგარეო კურსის შეცვლა, ეს არის ყველაფერი მოგონილი იმისათვის, რათა გონება აურიონ ახალგაზრდებს განსაკუთრებით, მაგრამ ამის უკან არის ძალიან ბოროტი გეგმა, ბოროტი სტრატეგია, რაც გულისხმობს ისეთი ხელისუფლების მოყვანას საქართველოში, რომელიც იქნება რეჟიმი მორჩილი გარკვეული ძალებისადმი და ეს მარიონეტიზმი ზოგადად ჩვენ ოპოზიციას ჭირს. ეს არის დაავადება, რომელიც რასაკვირველია განუკურნებელია. ეს ვითარება არსებობს საქართველოში რეალურად, მაგრამ ხედავთ, რომ ყველა მაჩვენებლით მაინც წინა ვართ ეკონომიკური ზრდა შენელებულა, ვინაიდან სიმართლე ჩვენ ხარისხარი და საზოგადოება ჩვენ გვიჭერს მხარს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დამრღვევი ადამიანი, თუნდაც გეზერაშვილი, თუნდაც ადეიშვილი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არიან თავიდან ბოლომდე სიცხლში გასრულები. საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, 20%-ის ოკუპირება, მნიშვნელოვანი საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ამ მოღალატეობრივ ეგრეთ წოდებულ შეცდომებთან, რომელიც იქნა ხელისუფლების მიერ დაშვებული და რომელშიც კეზერაშვილი, თავდაცვის მინისტრი და ადეიშვილი მონაწილეობდნენ. არა თუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ ბიუჯეტი გაძარცვეს, ჯარს ფული წაართვეს და აი ამ დიდ მნიშვნელოვანწილად აი ამ რესურსით არის მაგალითად ერთ-ერთი მულტიმილიონერი თუ მეტი არა კეზერაშვილი შექმნილი როგორც ფიგურა, როგორც ადამიანი, ვინც ჩართულია პოლიტიკაში და აქვს თავისი მედია საშუალებების დიდი რესურსი. ერთ გუშინ იაგოხიჩიას ყავდა სტუმრად ცოტნე კობერიძე და მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას უყვაძალებდნენ და ფიქრობ, რომ გახარიაც ოპოზიციაში შემოგზავნილი არისო. ვინ თქვა ეგა? ცოტნე კობერიძე, გირჩი ზურა ჯაფარიძის თანადროული. კითხავთ რას? აი ეს გვაძალებდნენ შემოპარულია
თან ამ ფონზე საუბრობენ ერთობაზე, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ერთობაზე და გახარიამაც არ გამორიცხა, რომ მის გუნდში იყვნენ, ერთად იყვნენ. აი, რასაც ეხლა ისმენთ ეს გალიდერება ვიღაცის შემდეგ ჩამოქვეითება, ხან დედოფალია, ხან არ არის და ასე შემდეგ. რას გეუბნებათ თქვენ ოპოზიციას? არა, არასდროს ვერ გახდა დედოფალი. ეგრეთ წოდებული ვერ დაიჭირა ის ქოლგა, რომლითაც იმუქრებოდა, რომ ის ქოლგის ქვეშ გაერთიანდება. ყველა სხვადასხვა ფაქტორებია ამის ხელშემშლელი, მაგრამ ერთიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღეს ვინც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ფლანგზე ოპერირებს პოლიტიკური სუბიექტი, ყველას აქვს ერთადერთი გამაერთიანებელი, ერთადერთი გამაერთიანებელი მთავარი სლოგანი, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს. შემდეგ დალაგდებიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილი არ არის მისაღები, რასაკვირველია ნაცმოძრაობა გერჩი წარმოადგენს ზურაბ ჯაფარიძე ნაცმოძრაობას, ისინი ვერ შეეგუებიან და ვერასდროს ვერ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის ლიდერად, სააკაშვილის გამო თავის თავარ პრინციპს დაარღვევენ, ამ მრჩეველს დაკარგავენ, ასე რომ ამ უკანა ამ განცხადებებისა რასაკვირველია არის გარკვეული კონსპირაცია, შეთანხმება, სცენარი, როდესაც უნდა გაითამაშონ დაპირისპირება, თუმცა ამ დაპირისპირებაში რასაკვირველია სალომე ზურაბიშვილი უკვე დასახურდავებელ მონეტათაც განიხილება. მაგრამ მეორე მხარეა, რომელსაც იმედი აქვს, რომ ევროპა კვლავ მოიხედავს სალომე ზურაბიშვილისკენ მოწყალე თვალით და ამასაც უნდა გაუწიონ ანგარიში. ასე რომ ვისაც არ აქვს ნაცმოძრაობასთან იმდენი სენტიმენტი, ყოველ შემთხვევაში მის გეგმაში არ ჯდება სალომე ზურაბიშვილის ახლოს დადგება. ასე რომ ამას ყველაფერს თავისი აზრი აქვს, ეს არ არის ემოცია, ადამიანები არიან დამნაშავეები, დანაშაულების ჩამდენი ავტორები და დღეს ესენი არის ფუთფუთი, რაც მიმდინარეობს ოპოზიციურ ველზე, რასაკვირველია გარკვეულ გეგმას ემსახურება. საუბრობთ უკვე თქვენი გუნდი აქტიურად, რომ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ, არ იქნება ხო მარტივი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის, თუ ამ ბერკეტს მართლა გამოიყენებს ევროპა. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ზეწოლის და ზემოქმედების ბოლო იარაღი მათ ხელში, მაგრამ აი მოსახლეობისთვის თუ ეს ასე მოხდება, რა იქნება? ეცით რა არის, ხო? თვითონ რა შეიძლება მოხდეს და ჩვენზე ნუ პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ევროპა საერთოდ გადახაზავს უკვე ყველა პრინციპს გადაულის ფეხით და საქართველოს არ ეხება, მხოლოდ 61 ქვეყანაა, თუ მეტი 70-მდე ქვეყანა, ვისაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპასთან, ევროპა შეშინებულია მიგრაციის გარკვეული ზრდით, სერიოზული ტალღა მიგრაციისა მიაწვა ევროპას, ეს მათ შორის მესამე ქვეყნებიდანაც ხდება, სადაც თავისუფალია ჩასვლა იმ ქვეყნებისა, სადაც ევროპაში პირდაპირ შესვლის უფლება არ აქვთ. ასე რომ ევროპას გარკვეული მიზნები გააჩნია, ამ მიზნებს დაუკავშირებს თავარ ბიზნესს, რომ თავისი გავლენა გაზარდოს განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, იმიტომ რომ ლათინურ ამერიკის ქვეყნებშიც აქვთ ესეთი ვიზო რეჟიმი. ევროპის ქვეყნებში მსოფლიო გლობალური დაპირისპირების რეჟიმიდან არ გამოსულა, ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი, გავლენის რესურსი კონდეს. არ არის ეს გამორიცხული, რასაკვირველია, რომ ამას განიხილავს, მაგრამ ეს იქნება პირველი, რომ გადაუსვავს ყველაფერს ხას, რასაც საერთოდ ზოგადად ევროპული ქვია, რასაც სამართლიანობა ქვია და ასე შემდეგ, მახასიათებლები გრძელისია. მაგრამ ამავე დროს არც გადაწყვეტილი საკითხია, ვინაიდან არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც ეწინააღმდეგებიან ასეთ პოლიტიკას და რასაკვირველია ამ შემთხვევაში არც მძლავრი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების სახით აღარ აყავთ, ასე რომ ბრძოლა მიმდინარეობს ევროკავშირი, ჩინეთი, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და რაც თავარია ეს ომი, უკრაინის ომი, სადაც ასევე ძალიან მძიმე პოზიციები გააჩნია ევროკავშირს. ასე რომ ეს ყველაფერი განაპირობებს მათ გადაუდებელ აუცილებლობას, რომ მათ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი ქონდეთ სამეზობლოში. რა მინდა რომ გითხოთ, მიგრაციის ნაწილი და სისტემური დანაშაული ორგანიზებული ეს არის, ხო? რითაც შეიძლება ვიზო მიმოსვლა, ეს
აქამდეც ყოფილა და აქამდეც მოხდა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ამას ვერ შეედავებიან ქვეყანას. ორივე მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები არის და თანამშრომლობაზეც არაერთხელ გითხოვთ ამ მიმართულებით. საქართველოს მიზეზი მაშინ რა შეიძლება იყოს? თუ ეს სხვა ქვეყნებში თქვენ ძალიან გამოკვეთით და გავიმეორებ კიდევ. საქართველოს შემთხვევას ცალკე უგანვიხილავთ. არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც ევროკავშირს სურს იმედი აქვს და გეგმა აქვს ეგეთი რომ დაამყაროს სრული კონტროლი, მარიონეტული რეჟიმი ჭირდება საქართველოში. აქედან გამომდინარე ის სტანდარტი, რაც თქვია ევროპული სტანდარტი იყოს, თავარი სტანდარტი იყოს სამართლიანი, სასაკურველია ექნება გადახაზული. იმ შემთხვევაში თუ კი ეგეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ ჯერ ცდილობენ შეცვალონ შიდა რეგლამენტი, თუ როგორ შეიძლება გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული და შემდეგ უკვე თავისი ბერკეტები ამოქმედონ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მაჩვენებლებთან, რომელიც ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს მთელი რიგი პუნქტებით. ასე რომ ამ საკითხთან მიმართებაში ომი მიმდინარეობს, მსოფლიო ომი მიმდინარეობს, ეკონომიკური ცხელი ფაზის ომიც მიმდინარეობს, დაპირისპირებები სერიოზული და რასაკვირველია ევროკავშირს აქვს ინტერესი, რომ მარიონეტიზმით შეპყრობილი ოპოზიცია საქართველოში ყავდეს აი ამ ხელის ბიჭად დასმული. Так შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული კონსპირაციაც, რასაკვირველია, ჩუმად შემოტანა ფულის და გადაცემა ეს ძალიან რთულია, ამიტომ ღიად ფულის გადაცემა რაღაც ბაბუის ლეგენდის მოგონებით არის ხელსაყრელი იმისათვის, რომ ყავდეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუდმივად ეცდება ბზარი გააჩინოს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის. ეს რუსეთის ინტერესია, თუმცა ესე გლობალურად თუ არ განვიხილავთ ელენე ხოშტარიას ფიგურას, რასაკვირველია, შეიძლება დავასკვნათ, ვიგულისხმოთ ყოველ შემთხვევაში სულ მცირე, რომ ყველაზე მეტი ისა მაჩვენებელი აქვს პოლიციელების მანქანაზე შეხვდომის და ხულიგნობის, რომელიც არათუ პოლიტიკური ლიდერისთვის, ზოგადად ადამიანისთვის ძალიან არაბუნებრივია. მის გარშემო არის შეკრებილი საკმაოდ აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფი, მას ეკუთვნის ეს პიროტექნიკის საწყობები და ასე შემდეგ. სერიოზული განსჯის საგანია, რასაკვირველია, თუმცა პოლიტიკური ასპარეზიდან ამაზე დასკვნებს ვერ გააკეთებ, გამოძიება მას ჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ღებულობს უშველებენ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან და ვიღაცისგან ხელს იშვერს, რომ რუსეთის წამხედურები არიან და მათ პოლიტიკას ატარებენ.